2014 წელი იდენტობას სიცოცხლეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წელიწადი, იმიტომ რომ იდენტობას მიმართ პრინციპში ძალიან გაიზარდა მომართვიანობა, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენი მუშაობაც გაფართოვდა და გამრავალფეროვდა. გაიზარდა როგორც სერვისები მიწოდებული, ამ წუთას იდენტობას უკვე სოციალური მუშაკი წავს და შესაბამისად შეგვიძლია რომ სოციალური სერვისებიც მივაწოდოთ ადამიანებს და გარდა ამისა ძალიან მრავალფეროვანი იყო ის ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებდით მთელი წლის განმავლობაში და აქტიურობა, რაც იდენტობას სათემო ცენტრში წელს იყო, მე მგონი ესეთი აქტიურობა იდენტობას არ ახსოვს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო ჩაერთნენ როგორც აქტივიზმში, ისე საკუთარი უფლებების დაცვაში და სწორედ ამ ადამიანების გააქტიურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლოთ და რაღაცა სოციალურ ცვლილებას მივახციოთ. წელს ჩვენი მედია ჯგუფისთვის ნაყოფიერი წელი იყო, მისი მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენი მუშაობის ფოკუსი გაფართოვდა და ყველა ის სოციალური თემა თუ პრობლემა მოიცვა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას დღეს აწუხებს და რომელიც მნიშვნელოვანია ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი მუშაობა წელს მრავალპლანიანი გახდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის მასალები, რასაც ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითადად ვაკეთებდით ანონიმურ რესპონდენტებზე დაყრდნობით, დღეს დღევანდელი მონაცემებით აღარ არის ისეთი ანონიმური, ცოტათი გახდა ღია და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ ადამიანებმა იწყეს საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ დისკრიმინაციაზე ხმამაღლა საუბარი და თავისი სახელით საუბარი, რაც პრობლემის იდენტიფიკაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ახალ წელს განსაკუთრებით ულოცავ, რომელიც ამ ახალ წელს ხვდება არა ისეთ გარემოში, როგორცაც ისურვებდა და ვუსურვებ, რომ მომავალი წელი და არა მხოლოდ მომავალი წელი, კიდევ ბევრი წელი ქონოდეს საშუალება ისეთ გარემოში გაეტარებინოს, როგორც მას სურს და როგორცაც იგი იმსახურებს. გასული 2019 წელი ვთქვი, რომ იდენტობისთვის იყო საკმაოდ ნაყოფიერი, ვინაიდან პირველი მნიშვნელოვანი кейსი, რაც იდენტობამ აწარმოა კონსტიტუციურ სასამართლოში და მიაღწია შედეგად იმას, რომ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ჯანდაცვის მინისტრის ორი ბრძანება საქართველოს კონსტიტუციის მე-14-მე-16 მუხლებთან მიმართებაში. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების кейსის წარმოება მოიგო იდენტობამ და მერიას დაევალა მათი დროებით საცხოვრებელით უზრუნველყოფის ვალდებულება. გარდა ამისა, იდენტობა აწარმოებს მონიტორინგს მისი ბენეფიციარების მდგომარეობაზე, უფლებრივ მდგომარეობაზე ციხეებში, სასჯელ ახსოვების დაწესებულებებში საქართველოს მასშტაბით და იცავს მათ ინტერესებს და უფლებებს და შედეგებიც არის მიღწეული აღნიშნულ სფეროში. გარდა ამისა, იდენტობა აწარმოა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი кейსი, როგორიც არის პატრონ ინსპექტორის ინტერესების დაცვა, რომელიც პასუხისმგებაში იქნა მიცემული და პროკურატურა ითხოვდა მის პატიმრობას. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შრომისმგებლობა დაკმაყოფილდა სასამართლოში და მის მიმართ არ იქნა საპატიმრო აფეთქებისცემა გამოყენებული. ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, სხვა ბევრ საქმეებზე მუშაობს იდენტობა და მით უმეტეს მე სულ 2 თვე ვმუშაობ ჯერჯერობით იდენტობაში და ეს არის ის საქმეები, რაც ჩემთვის არის ცნობილი და მიღია მონაწილეობა. წელს ალბათ მთავარ მიმართულებას, რაც იდენტობაზე ძალიან მნიშვნელოვანია, დავარქმევდი გაფართოვებას, ანუ გასვლას თბილისიდან. იდენტობას
პოლიტიკა და სამომავლო გეგმა რომ გასცდეს თბილისს და გავიდეს რეგიონებში და სათემო სამუშაოები უფრო ფართოდ გაშალოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი იქნება. რომელიც ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივა, მაგრამ ეს საქმე უკვე დაწყებულია. და მე მერგო პატივი რომ ეს საქმე ცოტა თლიანად არჩევზე იყო მოპარებული და ამას ვაკეთებდი ძირითადად. სამი კონკრეტული რეგიონია დასაწყისისთვის. ეს არის პირდაპირ ქალაქებს ვიტყმოდი, ანუ იმერეთის რეგიონი, იმერეთის მხარე, სწორად კონკრეტულად ქალაქი ქუთაისი, თუმცა ეს ქალაქები, რომელსაც ახლა ვახსენებ, არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ ქალაქის მაცხოვრებლები გვიერთდებიან. ანუ გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ირგვლივ შემოგარენს სამშობლოში, ან მოკლედ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ქალაქი გორი და ბათუმი. ეს იყო ის ქალაქები, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრებს, ტრენინგებს, გვაქვს მუდმივი კავშირი, ყოველდღიური კავშირი და კონტაქტი ამ ადამიანებთან და გსურს რომ ჩვენი ხმა მივაწვიოთ მათ და მათი ხმაც გავიგოთ მათი პრობლემები, იმიტომ იქ შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ დაწყებულა ანუ ცნობიერების, თქვათ, განვითარება ან ამაღლება ამ მიმართულებით, თუ რას ნიშნავს იყო და იყო ის ვინც ხარ და არ გეშინოდეს, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცხოვრობ რეგიონში, თქვათ, საფრანგეთში, ძალიან რთული სამუშაოა, რადგან ადამიანები, ვინც თქვათ ურბანული რაიონების მიღწევა ცხოვრობენ, მათ განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი პოზიციის და საკუთარი თავის მიღება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. ეს ერთი და მეორე ალბათ ჩემთვის ყველაზე ოცნება არის ქალთა არა მხოლოდ რაღაცა სოციალური ემანციპაცია, არამედ მთავარი სექსუალური თავისუფლებისათვის უფრო მეტი სიტყვის თქვა, ანუ თავისუფლებაზე უფრო მეტი სიტყვის თქვა და ამ მიმართულებით იდენტობა უკვე წლებია მუშაობს და ჩვენი საკვანძო პროექტები, როგორც არის ვაგინა მონოლოგები, ზოგადად ეს გლობალური აქტივიზმი ქალების უფლებებისთვის რასაც ვიდეის კამპანიას უწოდებთ, ანუ ეს მიმართულებაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და წელსაც ეს ძალიან ისეთი იყო თავარი იდენტობას აქტიურობაში, იდენტობას გამოკვეთილი აქტივობები უკავშირდებოდა სწორედ ამ მიზნებს. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ძირითადი საქმიანობა, რასაც მე ვაკეთებ, არის ისე თქვათ, ყველაზე დაუცველი წევრების და ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ ზრუნვა, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ და რომლებიც ხვდებიან ჩვენთან. მიუხედავად იმ ნიშისა, რითაც ისინი მოდიან იდენტობაში და შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემი ძირითადი საზრუნავი იყო ადამიანების ელემენტარულ ბაზისურ საჭიროებებზე ზრუნვა და ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ბოლოსკენ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობის დონე დღეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ვთქვათ ერთი წლის წინათ. გარდა ამისა, ანუ გარდა ინდივიდუალური кейსებისა, ჩემი მიერ განხორციელებული აქტივობები მოიცავდა სხვადასხვა ტრეინინგს, სხვადასხვა საჯარო შეხვედრას, ლექციას და ასე შემდეგ. მე გამოვყოფდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემატიკის და პრობლემატიკის გააქტუალურების საკითხს, ასე ვთქვათ, იდენტობაში, იმიტომ რომ რამდენიმე ვორქშოპი, რამდენიმე ტრეინინგი და შეხვედრა მიეძღვნა ამ საკითხს, მიეძღვნა ინკლუზიის საკითხს, რომელიც არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიას მოიაზრებს, არამედ ზოგადად საზოგადოების ყველა წევრისა. იმით ვიტოვებ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბიან მუშაობით იქნება დატვირთული. პირადად მეც ჩართული ვიქნები უფრო მეტი ადამიანის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებაში და ვფიქრობ, რომ ეს ინკლუზია, რომელიც მე წეხან ვახსენე, რომელიც მრავალი ჯგუფის ჩართულობას მოიცავს საერთო საქმეში, იქნება სრულად მიღწეული თუ არა მეტნაკლებად მიღწეული, მაინც და უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გასულ წელს. 2014 წელი იდენტობისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წელი აქამდე რაც წლები გქონია, იმიტომ რომ ჩვენ გამოვეცეთ ჟურნალი 17 მაისი, სადაც თავმოყრილია ყველა ის აკადემიური კვლევა და სტატია, რომელიც კი შექმნილა ამ თემაზე საქართველოში ჩვენს მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი თარგმანები და ეს ჟურნალი იქნება ყოველ კვარტალური და ის უფასოდ ვრცელდება მთელ საქართველოში. ამის გარდა იდენტობამ თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა 15-მდე. ჩვენი ბიუჯეტი ასევე გასამაგდა, ჩვენ ყარ დაფინანსებაზე გადავდივართ. ამის გარდა ჩვენ გავამრავალფეროვნეთ პროგრამები, ცალკე გვაქვს მედია პროგრამა, სათემო ცენტრი ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და მომართვიანობა ძალიან გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ LGBT თემში და არა მარტო LGBT თემში, არამედ ზოგადად ადამიანებში, რომლებიც უფლებებით არის დარღვეული, უსახლკარო ადამიანები, ქალები, რომლებიც ძალადობისმხრივი არიან და სხვა შეჭირვებული სოციალურად ადამიანები ამ ჯგუფებში გაიზარდა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ნდობა. ამის გარდა ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ყველა პოლიტიკურ და სოციალურ პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდებოდა, ეს იქნებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებული დისკუსიები, თუ ეს იყო დებატები და გამათი სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე, სხვადასხვა გადაცემები თოქ-შოუები, სადაც ჩვენი მონაწილეობა გაიზარდა და მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდენტობა შედგა ერთ-ერთ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციად საქართველოში, რომელიც მუშაობს ყველაზე მძიმე თემაში ქვეყანაზე, ამ ქვეყანაში. ეს არის უსახლკარობა, გაჭირვებული ადამიანების დახმარება და რა თქმა უნდა ჰომოფობიასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ჰომოფობია საქართველოსთვის არის მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებების კუთხით.